ყველაფერი წინ აქვს და ველით მომავალ ბრძოლა. My knuckles, no camera flash, just chalk lines and muscle. 10,000 reps while you chase the weekend. I call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces frayed the thread. While you posted poses, I bred on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every gallus earned like a sacred book. You talk about fame like it's free. Citel კუთხეში მოკრივე გორიდან ლუკა ხეინაშვილი. 99 grit, 0 shortcuts, all the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. You blinked at the way I held it twice. Slept in the gym while you rolled dice. Doubt tried to whisper, I slammed the door. Woke up the ghost I was fighting for. No trophy case, just a rusted chain. Link by link through the acid rain. You wanted glory, I wanted steel. Truth in the tension, real in the field. მეგობრებო, პროფესიონალური კრივის მორიგი ძალზე საინტერესო ორთაბრძოლა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან დებიუტანტი მოკრივეები. რინგის წითელ კუთხეში ჩვენ ვხედავთ ლუკა ყეინაშვილს, ახალგაზრდა გორელ მოკრივეს, ის წარმოადგენს ვლადიმერ ჯანეზაშვილის კლუბს, საბრძოლო ხელოვნების კლუბს. ძალიან კარგი მოკრივეა, რამდენადაც მიმაქვს ინფორმაცია, ხოლო მის წინააღმდეგ რუსთაველი გიორგი ტყეშელაშვილი საინტერესოა დებიუტანტ მოკრივეთა დაპირისპირება, თან ისეთი სუპერ საშუალო წონა, ძალიან კარგი წონითი კატეგორიაა, საყურებლად, სანახაობრივად, მძიმე დარტყმებით, შესაბამისად ველით საინტერესო ორთაბრძოლას ვნახოთ, რას შემოგთავაზებენ მოკრივეები აი ამ დაპირისპირებაში. კარგია, ლუკა ყეინაშვილი შეტევაზეა, პირველ ნომრად ცდილობს იმოქმედოს, თუმცა ტყეშელაშვილმა მათ ძალიან კარგად უპასუხა. საკმაოდ არის საზოგადოება შეკრებილი და აპლოდისმენტებსაც არ ეშურებენ საკუთარი ფავორიტების მისამართით. ლუკა ყეინაშვილმა უსტრაფესად პირველივე რაუნდში შეძლო მეტოქის დამარცხება, ნამდვილად ძალიან პერსპექტიული, ძალიან ძლიერი მოკრივე ჩანს ყეინაშვილი. არის ძალიან ახალგაზრდა და ყველაფერი წინ აქვს, მინდა მიულოცო გამარჯვება მას და მის წინეს. ყველასათვის კარგად ნაცნობ ძელსა და მოკრივეს ვლადიმერ ჯანეზაშვილს მიულოცო გორელ კომანდებს. მათ შესანიშნავად წარმოაჩინა საკუთარი თავი ლუკა ყეინაშვილმა, რაც შეეხება გიორგი ტყეშელაშვილს, ეს იყო მისი სადებიუტო ბრძოლა და იმედი მაქვს კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდება რინგს რუსთაველი მოკრივე.
ვარაუდით ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ წითელ კუთხეში ლუკა ხეინაშვილი. Your wins are counted by the crowd's applause.